მოგესალმებით. ერთ შვენიერ დინარაზე ვარ და მინდა დავტესტო ახალი ჯოხი ოლდენქეჩის კასკადი, რომელიც არის 3 გრამამდე ძალიან მომაწვანო უკვე თავისი შესაძლებლობებით, თუმცა ხელში ძალიან კარგად ზის და ძალიან მაინტერესებს, ასევე ძალიან მაინტერესებს როგორ ურთიერთობებს თევზებთან, როგორი შეგრძნებები იქნება და იარიეს 1 გრამიანი ყაყალები იქნება დღევანდელი ჩემი დღის გმირები. ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ თავიდან, ასე ჩანაფიქრი მაქვს, ესპერები მაქვს ადგილზე წამოღებული, ასევე მაქვს სერია და ძალიან წირი, ესე ვთქვათ, არსენალით ვიქნები. ასევე ერთი სატყუარის გატესტვაც მინდა, ეს არის ოლდენქეჩის უბლები და მოდი ნებისმიერით დავიწყოთ. გავხსნათ ეს კონკრეტულად დავიწყოთ ამ თევზაობა. ასევე ოლდენქეჩის უბლებსაც სამუდმივი ადგილზე აუცილებლად მოსინჯავ და ნახავ როგორი შედეგები იქნება, რას ვიზამთ ამინდი წესით. აი ამინდი მაქვს შერჩეული, ადგილიც მაქსიმალურად ეცადე რომ კარგი ადგილი შემოიჩია და მონაჩვენი როგორც თქვენ შენ ვაჟკაცობაზე არის რა. აი პირველი თავგაციებულიც ჩვენს ეკრანებზე უახლოვდით წყალს, თხილად გავუშვათ. ესეთი ქაშაპი აუბრუნეთ ბუნსტიქიას. აი, ესეთი. ეს უკვე არის სხვა სახეობა. წესი ჩამაია არა, შამაია. არა. ეს შენიერი სუნს. აი თევზი რომელმაც გზაში აიღო სატყუარა რა კაი ზომა, შენიერი ზომა ამ ეტაპისთვის ახლა ესეთი თავგაციებული ჩვენი მეგობარი ქაშო შეთავგაციებულო სად იყავი აქამდე ბიჭო გავუშვით თავის ბუმ სტიქიაში. არის შემდეგი სტუმარი, ეს გავს შამაიას, მაგრამ არის ქაშო, მცირე ზომის ქაშაპი, რომელსაც ჩვენ ახლავე მოიცა ბიჭო. დავუბრუნებთ თავის ბუნსტიქიას. ნამდვილი ქართული ქაშა, რომელიც ისევ ჩვენს ნესკავზეა ჯერჯერობით. აი, იშვებ, დავშვით ქაშა. აი თუ რომელიმე თევზი შეიძლება და აეღო ესეთი ქაშო. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა დავუბრუნდით ბუნსტიქს. აპა ახალას დავიჭერთ.
ვინახარ კაცო შენ? შალკუდა. შავი კუდი რო გაქვს? ვინ უნდა იყო, რა თქმა უნდა, ქაშაპი. მოზეიძახენ სუფრის თევზი იყო მოსასერა და აი რა ქაშაპი მეგობრებო სუფრაზე. ოდესაც სიარიეს ყანყალები გაქვს. გამოგივა კაი თევზაობა, არ გამოგივა. აი კიდე შემდეგი ხოცა უკვე შედარებით, მათთან შედარებით ოჩი ბიჭი. ხედავთ ხო? ესეთი თიფრეშ 1 გრამი. ისევ ქაშაპი. ან რა ვიცი ყოთებზე, მარტივად აქ არის ყველა ქაშაპი, რაც დავიჭირე რა ამ ადგილზე. კი ბატონო, ეგ არის. ნამდვილად რომ როცა თევზიან ადგილზე თევზაობდა, თუნდაც პასიურიც რო იყოს, იგი თქვენ ამ ყანყალით და არა მარტო ამ ყანყალით, ასევე იარიეს სხვა ბევრი კარგი სათყვარი დაიჭერთ თევზს. არა მარტო იარიეს კარგი სათყვარი ზოგადად დაიჭერთ თევზს. სათყვარა უნდა იყოს კარგი, რომ იმედიანად ითევზავო თევზი და არ უნდა იყოს რაღაცა სულელური სათყვარა. ამდენჯერ უნდა ითევზავო ცხოვრებაში საერთოდ, რომ ცუდი სათყვარა ქონდეს. აი დაჯდა ესეთი შენიერი ზომაჩკა. დაუბრუნდი ბუმსტიკიას ჯიგო. იძულებული გავხდი, რომ სათყვარა შემეცვალა. ესეთი რისი გამორჩილებაც უფრო შეიძლება ქარში რა და ტრიალად დავაყენო. ასეთი ეგრევე შედეგი ქონდა. უნდა დავაყენოთ ცალკავები. აჩერდი ბიჭო. ჩერდი. იშვებენ. იშვებენ თვა. ჩარტყმა, ეგრევე ჩარტყმა იყო და მეორე თავი ადგილზეა ისე. კლასიკა, ჟანრის კლასიკა. დავასრულოთ დღევანდელი დღით. საკმაოდ ინტერესანტი იყო. და ჩვენ ძირითადად ჭერის ობიექტი იყო პატარა თევზი. სიმართლე გითხრათ, მე ჩამაიას მოველოდი. თუმცა შამაია გამოვიდა, მოლოდინი არ გაამართლეს, თუმცა იყო ბევრი პატარა.
იარიეს ყანყალებმა მათზე დაგისრებული მოვალეობა რა თქმა უნდა შეასრულეს 10-იანზე, ხოლო რაც შეეხება ჯოხს, უბრალოდ 3 გრამი, ცოტა სეგმენტიც ვისროლე წონა და ყველანაირად, აი, ცნობილობა ყველაფერი აქვს თითოეული, თევზის მიკარება და ყველაფერი იყო გასაგები ადვილად რა. ასე დაგემშვიდობებით, დღევებით.